პერიოდი, რომ მიდის პირდაპირ შედევა საუბნო საარჩევნო კომისიებზე, ჩვენ განვაცხადეთ იცით ერთ-ერთ წინა ბრიფინგზე, რომ იყო მცდელობები და გეგმები, რომ ჩაეშალათ დათვლის პროცესი. ხედავთ ახლა განსაკუთრებით რა ხდება ზუგდიდში, ასეთივე სიტუაცია არის ბევრ სხვა უბანზე, არის პირდაპირ მცდელობა, რომ რამენაერად ჩაშალონ უბანში შესაძლებლობები დათვლის, არ ხდება ნახეთ მათ შორის პირდაპირ ეთერში, რომ არ უშვებდნენ ბიულეტენებით უბნის წარმომადგენლებს, რომ მიეტანათ ეს ოქმები საოლქო კომისიაში და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებთ როგორც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც დღის განმავლობაში განსაკუთრებით ზუგდიდსაც შეეხება, იცით რომ 3 ინციდენტი იყო სწორედ ზუგდიდში, რამოდენიმე ინციდენტიდან, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა და ზუგდიდი გამოირჩეოდა განსაკუთრებით და გრძელდება სწორედ ახლა ეს მეთოდები და ცდილობენ ჩაშალონ პირდაპირ ზეწოლისქვეშ ნიქაური კომისიის თავმჯდომარეები. შეეშვა ამ ზეწოლას ერთი, მეორე მედია საშუალებას მოუწოდებ, რომ არ გასცენ საკუთარ ფუნქციებს როგორც მედია და ნუ გადავლენა ნუ არიან შეტევაზე კომისიის მიმართ. ასევე მოგახსენებთ, რომ მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. პირდაპირ არის ასე ვთქვათ ჰაკერული შეტევა ვებგვერდზე, რათა მოხდეს გარკვეულწილად გატეხვა ამ სერვერის 9 მილიონზე მეტი მოთხოვნა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხედავთ ბრაზილია, ტაივანი, სხვადასხვა ქვეყნები, არ მგონია მათ მაინც და მაინც აინტერესებდეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება როგორც უბნებზე და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში, რასაც სხვა დროსაც ხედავდით. ამიტომ უპირველეს ყოვლისა მიმართავთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ არ გამოუვათ მათ ჩაშლა ამ პროცესის, მთელი დღე იყო მშვიდობიანი, დათვლა მიდის ნორმალურად, მათ შორის დათვლილია უკვე უბნები და ერთის მხრივ პრეტენზიების განცხადება, რომ ცესკო რატო არ აქვეყნებს შედეგებს და მეორეს მხრივ ხელის შეშლა კომისიებისთვის, რომ ეს შედეგები და ოქმები იყოს გადმოგზავნილი ცესკოში, ეს ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა თუ დაუფიქრდებით, ხედავთ, რომ ამის უკან დგას განზრახვა. რაც შეეხება ვებგვერდს, მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაინტერესდეს ამ საკითხს, ვინაიდან აქ გვაქვს პირდაპირ კიბერშეტევის შემთხვევა. და ეს როგორც ჩანს არ არის შემთხვევით, რომ ერთის მხრივ მიდის ფიზიკურად შეტევა საარჩევნო კომისიებზე და მეორეს მხრივ ვირტუალურად მიდის სწორედ პარალელური დათვლის შედეგებზე შეტევა, იმისთვის რომ მოხდეს არევა შედეგების და შემდეგ ის სცენარი, რომელიც უკვე ვიცით, რომ არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში, ნახეთ რა ხდებოდა გუშინ, ნახეთ რა გეგმები ქონდათ მანამდე, იცით რომ მათი ერთ-ერთი გეგმა არის არეულობა. გარდა ამისა, მიმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მათ იფხიზლონ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმკაცე გამოიჩინონ ნაციონალურ მოძრაობის მიმართ. განსაკუთრებასთან დაკავშირებით ისინი ამბობენ, რომ შედეგების პირველი შედეგების გამოქვეყნება შეგნებულად პროცესი ხელოვნურად იქნება იმისათვის, რომ ნიკა მელიას სამართლობაში ოქმები გაბატილებული იყოს, იმიტომ რომ მას აქვს ის პროცენტი, რაც ამის საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. აბსოლუტური დეზინფორმაცია კიდევ ერთხელ. ჩვენ გვერდზე ქვეყნდება ის ოქმები, რომლებიც დგება უბანზე, ანუ ეს ოქმები არსებობს, საქმე იმაში არის, რომ იცით და სწორედ ეს არის სხვაობა პარალელურ დათვლასა და ცესკოს მიერ შედეგების გამოქვეყნებას შორის. ოქმი როცა დგება უბანზე, ყველა დამკვირვებლის პარტიის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ოქმის ასლი აიღოს, ან გადაუღოს ოქმს და პარტიას ან დამკვირვებელს აქვს ხოლმე ეს ოქმი, თუმცა რაც შეეხება კანონის მიერ პროცედურებს, ის ითვალისწინებს, რომ ოქმის შედგენის შემდეგ მოხდეს დოკუმენტაციის დალუქვა, ამის წაღება ოლქში ფიზიკურად და შემდეგ უკვე ოლქი აგზავნის თუ არ ვწდები ფაქსის მეშვეობით ან ელექტრონულად ყოველ შემთხვევაში ცესკოში და ცესკო ახდენს ამის ატვირთვას და საერთო ანგარიში გათვალისწინებას. სწორედ აი ამ პროცესის შეფერხება ხდება. ანუ ჩვენ რო გსურდეს ამ პროცესის შეფერხება, ჩვენ წინსწრებით კი არ გამოვაქვეყნებით ამ ოლქებს, თითქმის 30% უკვე უბნებისა ოქმების არის გამოქვეყნებული ჩვენ გვერდზე და არის დათვლილი და დაჯამებული, ასე რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს ამის სურვილი, პარალელურ დათვლას და წინსწრებით შედეგების გამოქვეყნებას და ოქმების ატვირთვას იმ ოქმებს, რომელსაც თავად ისინი აწევენ ხელს, არის ატვირთული აქ, არ შეაფერხებდა და აფერხებენ სწორედ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ უბანმა მიიტანოს ეს ოქმები ოლქში. მადლობა. მეც ახლავე კი პასუხებთ, ჯერ შევერთები
ბატონი შალვას მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველას ვთხოვთ. ეს იქნება ნაცმოძრაობის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი საუბნო კომისიის დონეზე, განსაკუთრებით საუბნო კომისიებზე საუბარი, რომ ნუ შეაფერხებენ მოგონილი არგუმენტებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან იქ პრობლემის შექმნას, სადაც პრობლემა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის წარმომადგენლები საუბნო კომისიებში ხელოვნურად აფერხებენ პროცესს, ყველგან არა, მაგრამ ბევრგან და მეორე მხრივ მათი ლიდერები საუბრობენ და როგორც ჩანს ამ ნარატივის გაგრძელებას აპირებენ, რომ ცესკო თითქოს აგვიანებს რაღაცის გამოქვეყნებას. ამ შემთხვევაში შედეგებზეა საუბარი. ძალიან ვთხოვ ყველას, ამ შეთანხმებული საბოტაჟით ნუ შექმნიან ძალით აჟიოტაჟს. როგორც კი დასრულდება საუბნო დონეზე ოქმების შევსება დაადგენილი წესის მიხედვით, ეს ოქმები განმარტავ პროცედურასაც აიმუქება, იგზავნება საოლქო კომისიაში, ამის შემდეგ აიტვირთება და ცესკოს ექნება საშუალება ეს ყველაფერი ასახოს შესაბამის საიტზე და შესაბამის შედეგებში. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ ხელოვნურად ნუ გააჭიანურებენ პროცესს. ჩვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში თუ არ ვთქვი რუსთავიორის ეთერში იყო კადრები, სადაც მაგალითად ზუგდიდში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის გამო რიგი დადგა საოლქო კომისიასთან, ნახეთ პარკებით საუბნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც მიდიოდნენ, თუმცა ვერ ახერხებდნენ შესვლა საოლქო კომისიაში, რომ დაეტოვებინათ, თუ არ დატოვეს შესაბამისად ვერ გადმოაგზავნიან ცესკოში, ცესკო ვერ გამოაქვეყნებს ამ მონაცემებს და ბუნებრივია შეფერხება იქნება. ამიტომ ნუ შევქმნით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს. გარდა ამისა, თქვენ უკვე ნახეთ, რომ არის შეტევა, როგორც ჩანს და აგერ არის მტკიცებულება წარმოდგენილი ჩვენ საიტზე, ამას ხომ საერთოდ აზრი არ აქვს, არ ვიცი ვინ აკეთებს, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ბრძანეთ. ჩვენი IT სპეციალისტები ბუნებრივია თაობას ადევნებდნენ აი ამ განცხადებას და მათ ვიფიქრეს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, თუ უცხოური IP-ები გაიჩიშებაო და თქვენ მეექსპერტებმა სცადეს. რომელი უცხოური IP-ები ვერ მეთქებოდი? ანუ უცხოური IP-ები გაჩიშეთ და გათიშულია, კი. კი. კი, ამ პრობლემის წინაშე ვართ და ეხლა დეტალები ნამდვილად არ ვიცი. მე IT სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ რადგან თქვენმა ექსპერტებმა გვირჩიეს ეთყობა ესაცია, მე როგორც ვიცი, უკვე გათიშულია, მაინც პრობლემაა, მაგრამ იმედია ეს ხარვეზე აღმოიფხვრება, თუმცა ამას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, ეს უფრო ჩვენი საზოგადოების ცნობის მოყვარეობას დააკმაყოფილებს. მეორე მხრივ გაცილებით მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაზეც მე თქვენ ახლა გესაუბრეთ, რომ ცესკოს მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება. ნუ შეაფერხებენ ძალით ამ ყველაფერს. ბრძანეთ. და შემდეგ დისბალანსი არის სოფლიო პრაქტიკა, ეს უნდა იყოს ოღონდ დადგენილ ეგრეთ წოდებულ ჩარჩოში, ეს იყო შარშან, ეს იყო წინა არჩევნებზე 2018 წელს, 2017-ში, 16-ში დისბალანსი ყოველთვის იქნება. იმიტომ რომ ასეთი შეცდომები დისბალანსთან დაკავშირებით ყოველთვის არის ხოლმე, რომელიც მერყეობს 2-3-4%-ის ფარგლებში. სავარაუდო წელსაც ასე იქნება, ამ შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული და დისბალანსები ხშირად არის ხელოვნურად გამოწვეული, მაგალითად არაფერი უნდა იმის დავალებას, რომ გაიტანონ შეგნებულადაც ხდება შეცდომის გარდა. როდესაც ერთი ბიულეტენიც კი, რომელიმე მოქალაქის, ანუ ამორჩევლის მიერ არის გატანილი, ანუ ჩაიდო ჯიბეში და წაიღო, უკვე დისბალანსია ბუნებრივად. თუ სიმართლეს ასახავს ის ადამიანი, ვინც ავსებს ოქმს თავის დამკვირვებლებთან ერთად, ამ შემთხვევაში დისბალანსი სახეზეა. როგორც წესი, ამას პრაქტიკოსები გვეუბნებიან ხოლმე, მინუს დისბალანსი იმხელა პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ გაცილებით ხშირია შემთხვევები, როდესაც დისბალანსი ხდება მინუსში, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად უნდა იყოს 400 ამორჩეველი 400 შესაბამისი ბიულეტენი სამჯერადად, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ვთქვათ 398, ეს რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, არის ასევე შემთხვევები, როდესაც პლუსშია დისბალანსი. ეს იმას ნიშნავს, მაგალითად, რეგისტრატორმა, რომელსაც ეს ევალება, არ დაარტყა ბეჭედი, უფრო სწორად არ მოაწერინა აქ შეცდომა რო არ დავაშვებინოთ ვინმეს
აღქმებში განსაკუთრებით არ მოაწერინა ხელი, შესაბამისად დაფიქსირდა თქვა წეღანდელი მაგალითის პირობითი მაგალითის შემთხვევაში დაფიქსირდა თქვა 398 ხელმოწერა, იმიტომ რომ ორს გამორჩა არ მოაწერინეს ხელი და 400 ბიულეტენი. ეს შედარებით დიდი პრობლემაა, შედარებით, მაგრამ ასეთებიც ფიქსირდება. ეს არის ხოლმე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმედია წელსაც ასე იქნება და მეტი არა. ნაშუაშია ნიკამელიას წინააღმდეგ. აი ამ წუთას გითხარით ამისი მიზეზი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთი მხრივ ადგილობრივ დონეზე შეფერხება ხდება მათი მიზეზით და მეორე მხრივ მათი ლიდერები ამბობენ, რომ თურმე გაჭიანურდა შედეგების გამოქვეყნება. გარდა ამისა, ესეც რომ არ იყოს, ჯერ არ არის ის დრო დამდგარი, როდესაც ასევე დადგენილი პრაქტიკის მიმდინარე წინა წლების პრაქტიკის შესაბამისად რაიმე საბოლოო მონაცემები ვიცით, ამ დრომდე მაინც იქნებოდა დავარქვათ გაჭიანურებული, იქიდან გამომდინარე ეს ასე ხდება, გარკვეული დრო ჭირდება ქვეყნის მასშტაბით ამდენი ბიულეტენის დათვლას, მაგრამ ის ფაქტორი, რაც ახლა რაზეც მე თქვენ მოგიყევით, ისედაც უფრო წევს დროში. აქედან გამომდინარე ნაწილი უკვე შესულია, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი შესასვლელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ეს უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ცესკოს უნდა მიეცეს საშუალება თავისუფლად მუშაობის. ბრძანეთ. უკაცრავად ოპოზიცია როდესაც ამბობს რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან უდიდესი განზრახ ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამის მცდელობა ბუნებრივი აქვთ, თქვენ ხედავთ ოქმებს, თქვენ შეგიძლიათ ამ წუთას მე არ დამიჯეროთ და შეხვიდეთ საიტზე რა ოქმებიც არის ატვირთული, იქიდან ნახოთ შედეგები. შედეგები არის სხვა, მტკიცებულებები უკვე გამოქვეყნებული მტკიცებულებები არის სხვა, გამოსაქვეყნებელი მტკიცებულებებიც არის სხვა და ჩვენ ცოტათი უსწრებთ, რომ არა ეს შეფერხება, მაგრამ მაინც უსწრებთ და აქაც შეგიძლიათ თქვენ შესაბამის მონაცემები ნახოთ პარალელურ დასვლის რეჟიმში, ჩვენ ცოტა უფრო მეტი ოქმი გვაქვს, უბრალოდ უფრო მეტი ოქმი ასახული ჩვენს მონაცემებში, გამომდინარე იქიდან რომ სანამ საოლქო კომისიაში უბნები გააგზავნიან, საუბნო კომისიები მანამდე ხდება უკვე როგორც კი დააფიქსირებენ ჩვენი წარმომადგენლები ოქმის საბოლოო ვარიანტს, თქვათ გადაუღებენ ფოტოს და გამოაგზავნიან ჩვენთან, ეს უფრო მცირე დროს მოითხოვს, ვიდრე ამის შემდეგ არის დრო ოქმს წაიღებენ საოლქოში, საოლქო აგზავნის ცესკოში და მას მეტი დრო ჭირდება ბუნებრივია, ამიტომ ვასწრებთ ცოტათი. შესაბამისად ერთი მონაცემით, მეორე მონაცემით და გამოქვეყნებული მასალებით, მტკიცებულებებით არავის არ დაუჯეროთ, არც მათ ჩვენს ოპონენტებს, არც ჩვენ, უბრალოდ მტკიცებულებების სხვა რამეზე მეტყოლებენ. ბრძანეთ. წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან ფერმერო ლოკაციაზე მოსულობნელია მეორე ტური. თქვენ როგორც ხედავთ, ჯერ აჩქაროთ რეგიონებში არსებული სურათის გამოქვეყნებას და ამ ინფორმაციას. კარგი. მადლობა ამ კითხვისთვის ძალიან დიდი. თქვენი ეჭვი რომ გავფანტო. აქვე დაგიდასტურებთ, რომ არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება თქვათ ნახევარი რაიონების დაუშვათ. მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს 10, 15, მე ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3 და არც თქვა 20 პირობითად. მაგრამ იქნება ნამდვილად რაიონები, აქვე გიდასტურებთ და გამოურიცხავთ თქვენს ეჭვს და ოპოზიციის ეჭვსაც საბოლოოდ, რომ ვიღაცა რაღაცას თქვა ძალით არ ამბობდეთ და არასწორ ინფორმაციას არ აწვდით საზოგადოებას, აქვე გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი მეორე ტური იქნება, რაც ჩვენს მონაცემებში ჩანს, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც კი იყოს, მაგრამ ეს არ იქნება, თქვათ, რაღაცა დაუშვათ ჩემი აზრით, რა მონაცემის ახლა გვაქვს 20-ზე მეტი. თბილისს რაც შეეხება, თბილისში თქვენ იცით, რომ exit polls მონაცემების მიხედვით არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3%-იანი ცნობილების გათვალისწინებით ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი იქნება რომ exit polls შეცდეს ამ 3%-ის ფარგლებში უფრო იქით რომ იყოს მეტი, მაგრამ არაფერია გამორიცხული, შესაძლოა იყოს ნაკლებიც და ამიტომ
გადაჭრით ამაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია, შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში უკვე ამის შესახებ თქვენს და ჩვენს გვეცოდინება. 10-ზე მეტი ქალაქი ნება ჩემი ვარაუდით, არ მინდა რომ შევწდე, უბრალოდ მე ჩემ ვარაუდს გეუბნებით, პირველადი მონაცემები რაც არის. მონაცემები განუწყვეტლივ იცვლება, თქვენ გახსოვთ ალბათ ცესკო როდესაც აკვირებს, იქაც ძალიან ხშირად რადიკალურად იცვლება ხოლმე მონაცემები, მაგრამ ეხლა 10%-ით არ იცვლება, რაც თუ დაიცვლება 1/13 უბნების თითოეულ რაიონში, დაახლოებით უკვე წარმოდგენა გვექნება ხოლმე და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემი აზრით 10-ზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტური. დედაქალაქში კოალიციის აუცილებლობა არის გამორიცხული თეორიულადაც კი რატომ მე წეღან ერთ-ერთი ვთქვი ერთ-ერთი ტელეკომპანიის რომ შეუძლებელია ასე მოხდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო არ ვიცი ვიღაცას ან ავიწყდება ან შეგდებულად ცრობს 40%-იანი საზოგადოებას განუმარტავ რომ მაჟორიტარებისთვის არის 40%-იანი ბარიერი და არა 50%-იანი ბარიერი შესაბამისად დავთვალოთ თქვენთან ერთად 40%-იანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად 10-ვე ოლქში და არ მგონია აქ ვწდებოდე, პრაქტიკულად 10-ვე ოლქში მათი მონაცემების მიხედვითაც. მაგალითად, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვითაც, რადგან 46%-ია საუბარი თუნდაც, ანუ ეს იმას ნიშნავს სავარაუდოდ ხას უსვამ ამას, რომ თბილისში იქნება ისეთი მონაცემები, რომლის მიხედვითაც პარტიის და მაჟორიტარების მონაცემები რადიკალურად არ განსხვავდება, ხო შეიძლება მაჟორიტარის კიდევ უფრო მეტი იყოს. პიროვნული სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ხო? 10-ვე ოლქში სავარაუდოდ იგებს ქართული ოცნების მაჟორიტარი, ხო? ეს 10 გარანტირებული მანდატი საკრებულოში. ამის შემდეგ თუ დაახლოებით იგივე პროცენტებზე გადავცვლით 30, არა თუ 25-ზე მეტი, არამედ 30-ზე მეტი მანდატი გამოდის ქართულ ოცნებას თბილისის საკრებულოში. შესაბამისად თეორიულად გამოირიცხა აქ ამ დათქმის მიხედვით, ამ მოცემულობის მიხედვით, რომ თბილისში იყოს რაღაც კოალიციის საკრებულოში კოალიციის შექმნის აუცილებლობა. როგორც ჩანს, მათ არ გაითვალისწინეს 40%-იანი ბარიერი, რომელიც არის მაჟორიტარისთვის და არა 50%-იანი, რომელიც არის მერისთვის მხოლოდ და მხოლოდ. ბრძანეთ და შემდეგ თქვენ. დიახ. არა, ბოდიში შეცდომაში არ შევიდეთ, ბოდიში ერთ-ერთი გაგაწყობთ. რამდენიმე ერთეულზე კონკრეტულ მაგალითებზე კი არ გავაკეთე. მე უბრალოდ აგიხსენით, რა შეიძლება საზოგადოებისათვის დეტალურად ცნობილი ყოფილიყო. ამ მცირე რაოდენობაზე კი არ ვამბობ. რა შეიძლება იყოს მიზეზი დისბალანსის, როგორ შეიძლება ეს ხელოვნურად გააკეთო. მაგრამ მე ვამბობ, რომ ამის წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე არსებობს გამოცდილება, რომ ეს არის 3-4%-ის ფარგლებში როგორც წესი. დიახ. და არჩევნებში მონაწილე ამორჩეოდა საერთო რაოდენობა შეადგინა 94 ადამიანი. დანარჩენებმა? არჩევნს სხვა არ წერია არა. გაბათილებული? ეს არის მონაცემი. არ ვიცი. თქვენ გავიგე. თქვენ ახლა ბრძანებთ რაღაცას მეკითხებით, ოქმის ნანახი არ მაქვს, მე შეიძლება შეცდომა დაუშვა. არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა ნამდვილად. არა, ეხლა უნდა მობრძანდეთ, ოქმი მანახოთ, განვიხილოთ, არ გამოვა. ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, არ ვიცი რა ხდება იმ ოქმში, თქვენ მეკითხავთ რაღაცას, ამას კომისიის წევრები დაადგენენ, თუ არის გასაბათილებელი, გააბათილებენ, თუ არის გასასწორებელი, ახსნა-განმარტება იწერება, ამ პროცედურასაც განგიმარტავთ, ახსნა-განმარტებით სწორდება ხოლმე, ამას აწერს ხელს შემდეგ იმ შესწორების ოქს ყველა წევრი თუ ამისი ნება გააჩნიათ, რა თქმა უნდა, ძალით არავინ აწერინებს ხელს, თუ არ აწერინებენ, ეს შესაბამის ოქში ფიქსირდება და უამრავი ნორმა არსებობს, რომელიც არეგულირებს ამ კონკრეტულ кейსს თუ ასეთი არსებობს. შესაბამისად, ხა ერთ კონკრეტულ ოქს ჩვენ აქ ვერ განვიხილავთ და უხერხულიც იქნება ამაზე საუბარი. ბრძანეთ და დავამთავროთ. თბილისში? თბილისის მეორე ტური? არა, პრაქტიკულად გამორიცხულია, ამიტომ ამაზე გავამახვილე ყურადღება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ კაფეობისათვის, რომ მაჟორიტარებისთვის არის 40%-იანი ბარიერი. ჩვენ საუბრობთ მერის მიერ გადასალახ ბარიერზე, რომელიც არის 50%-იანი და აქ დარწმუნებით და გადაჭრით, იმიტომ ვერ ვამბობთ, რომ exit polls მიხედვითაც კი თუ 3%-იან სტომილებას გავითვალისწინებთ, წინასწარ
100% დარწმუნებულები ვერაფერში ვიქნებით, მაგრამ თბილისში რა მონაცემებიც არის, რადგან 40%-იანი ბარიერი ჰქონდათ გადასალახი მაჟორიტარებს, 10-ვე მაჟორიტარს და არა 50%-იანი, ამიტომ აქ შედარებით მყარად ვართ, დარწმუნებულები ვართ, რომ მაჟორიტარები იგებენ. ეს არის და ეს. დიდი მადლობა.